მოგესალმებით. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებდეთ, თხოვნა მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ მომდევნო ვიდეოები. ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას კვლავ აქტუალურია. ქართველი ფეხბურთელი აპირებს ნაპოლის დატოვებას და რამდენიმე ევროპული გრანდი, მათ შორის პარი სენ-ჟერმენი, ნიუკასლი, ლივერპული და ჩელსი. აქტიურად არიან დაინტერესებული მისი დამატებით. პარი სენ-ჟერმენი განსაკუთრებით აქტიურობს მოლაპარაკებებში, რადგან ეძებენ ახალგაზრდას და ტექნიკურ შემტევს. ფრანგული გრანდი მზად არის გადაიხადოს 80 მილიონი ევრო, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ნიუკასლი და ლივერპული ასევე ინტერესდებიან კვარაცხელიას ტრანსფერით, თუმცა ამ ეტაპზე პარი სენ-ჟერმენი ლიდერობს. ნაპოლი ცდილობს ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, მაგრამ კვარაცხელიას სხვა შეთავაზებებსაც განიხილავს. ტორპედომ 2025 წლის სატრანსფერო ფანჯრის ფარგლებში საინტერესო ტრანსფერი განახორციელა. გუნდის შემადგენლობას შეუერთდა 24 წლის მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე, რომელიც საქართველოს საფეხბურთო სამყაროში კარგად არის ცნობილი. ხარაბაძე ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ბათუმის დინამოში თამაშობდა, სადაც წარმატებული გამოსვლები ჰქონდა. მანამდე იგი თამაშობდა თბილისის დინამოს, კვიპროსის პაფოსის და შვეიცარიული ციურიხის რიგებში. მისი მრავალფეროვანი გამოცდილება და საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება ტორპედოსთვის დიდი გაძლიერებაა. კლუბის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ლევანი მომდევნო სეზონიდან გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა და მიზნად გუნდის წარმატების მიღწევაში აქტიური როლის შესრულებას ისახავს. ამ ტრანსფერი ტორპედო კიდევ ერთხელ აჩვენებს ამბიციურ მიზნებს და ქართველი ფეხბურთელების გაძლიერების გზით განვითარებას ისახავს მიზნად. ლევან ხარაბაძის დამატება გუნდისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, აბდუკოდირ ხუსანოვი, ახალგაზრდა და პერსპექტიული უზბეკი ფეხბურთელი მანჩესტერ სიტის რიგებს შეუერთდება. თუ ეს გარიგება დასრულდება, ხუსანოვი პირველი უზბეკი ფეხბურთელი გახდება, რომელიც პრემიერ ლიგის სცენაზე გამოვა. ეს ტრანსფერი უზბეკური ფეხბურთისთვის ნამდვილი მიღწევაა და ახალ ერას უშვებს. ხუსანოვი უკვე დაამტკიცა თავი როგორც ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელი და მისი გადასვლა ასეთ დიდ კლუბში მისი კარიერის ახალი ეტაპის დასაწყისია. რას უნდა ველოდოთ ხუსანოვისგან პრემიერ ლიგაში? ხუსანოვი ცნობილია თავისი ტექნიკური მონაცემებით, სისწრაფით და გოლების გატანის უნარით. მისი თამაშის სტილი და მისი პოტენციალი მას მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში საინტერესო დამატებად აქცევს. კაილ უოკერი, მანჩესტერ სიტის მცველი, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში გადასვლას განიხილავს. საუდის პრო ლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესებულია მისი მიღებით. უოკერი, რომელიც მანჩესტერ სიტიში 2017 წლიდან თამაშობს, თანახმაა განიხილოს საუდის არაბეთში გადაბარგება, აღნიშნა ფინანსური სტიმულები და ლიგის განვითარების პოტენციალი. უოკერის მიმდინარე კონტრაქტი მანჩესტერ სიტის სანაცვლოდ 2026 წლამდე არის ვალიდური. კლუბები, რომლებიც უოკერს ინტერესდებიან, ასევე არიან სხვა ყოფილი პრემიერ ლიგის ვარსკვლავებით სავსე, როგორებიცაა კრიშტიანო რონალდო ალ-ნასრში და ყოფილები მანჩესტერ სიტიდან, როგორიცაა რიად მაჰრეზი და ედუარდ მენდი ალ-ახლიში. მანჩესტერ სიტი არაპირებს უოკერის გაშვებას მიმდინარე სეზონში, რადგან გუნდის შემადგენლობაში კლების გამო. ნებისმიერი შესაძლო ტრანსფერი სავარაუდოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განხორციელდება. 2025 წლის 11 იანვრის მდგომარეობით მარკუს რაშფორდის ტრანსფერული მდგომარეობა რამდენიმე კლუბის განხილვის საგანია. აი დეტალები. ბორუსია დორტმუნდი ერთ-ერთია იმ კლუბებიდან, რომელიც რაშფორდის მანჩესტერ იუნაიტედიდან იჯარით გადაყვანას განიხილავს. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მილანი, იუვენტუსი და პრემიერ ლიგის კლუბები ცდილობენ რაშფორდის იჯარით აყვანის შესაძლებლობას ზაფხულამდე. პარი სენ-ჟერმენმა წარსულში გამოხატა რაშფორდის მიმართ ინტერესი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კილიან მბაპე რეალ მადრიდში გადავიდა. თუმცა მანჩესტერ იუნაიტედი არ ჩქარობს რაშფორდის გაყიდვას, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2028-მდე გააფორმა. მანჩესტერ იუნაიტედი კლუბმა განაცხადა, რომ რაშფორდი მათი პროექტის მთავარი ნაწილია და მისი გაყიდვა დაუყოვნებლივ არ იგეგმება. თუმცა მზად არიან იჯარის წინადადებები განიხილონ. ალფონსო დეივისი სავარაუდოდ შორდება რეალ მადრიდში შესაძლო ტრანსფერს, რადგან ბაიერნ მიუნხენის სპორტული დირექტორი მაქს ებერლი ცდილობს მარცხენა მცველთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას. დეივისი, რომელიც ბაიერნთან მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც ჩანს, მზად არის დარჩეს გერმანულ კლუბში, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად რეალ მადრიდი მისით ინტერესდებოდა. კანადელი ფეხბურთელის ეს გადაწყვეტილება რეალ მადრიდს ალტერნატიული მარცხენა მცველის ძიებას აიძულებს. ბაიერნ მიუნხენის მენეჯერმა ვინსენტ კომპანიიმ აღნიშნა, რომ დეივისი მისი გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და კლუბი მას სთავაზობს მსგავს პაკეტს, როგორც სხვა წამყვან ფეხბურთელებს შესთავაზეს.
Real Madrid-მა დეივისთან შეთანხმებას მიაღწია 2024 წლის მარტში, მაგრამ გარიგება არ გაგრძელებულა და ესპანური კლუბი ახლა სხვა ვარიანტებს განიხილავს. დეივისის აგენტი ნიკ ჰუსეჰი 2025 წლის 8 იანვარს მიუნხენში ჩავიდა, რათა ბაიერნთან საბოლოო მოლაპარაკებები გამართოს, რაც მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან გარღვევას მიუთითებს. ტრანსფერის საგას არაერთი შემოbrunება ჰქონდა, მაგრამ ამჟამად როგორც ჩანს, დეივისი ბაიერნ მიუნხენთან კონტრაქტის გაგრძელების ზღვარზეა, რაც ამ ამბავში მნიშვნელოვანი განვითარება იქნება. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის. არხის განვითარებისთვის გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. ნახვამდის.